მთელი საქართველო უნდა გავერთიანდეთ პატარა ანგელოზის გადასარჩენად. 5 წლის დათის უიშვიათესი დაავადება დაუდგინდა. ალფა-1 ანტიტრიფსინის დეფიციტი. ასეთი დიაგნოზის მქონე ადამიანი 35-40 წელიწადში ერთხელ იბადება და სამწუხაროდ ეს ჩვენი პატარა ქართველი ვაჟკაცი დავითი აღმოჩნდა. ფიზიკური განვითარების შეფერხება, ეპილეფსიური შეტევები, კრუნჩხვები, მაღალი სიცხე, გონების დაკარგვა, ღვიძლის და თირკმლის ფუნქციაც დარღვეულია. იმ შემთხვევაში თუ პატარა ანგელოზს ერთ კვირაში თურქეთის კლინიკაში არ გადავიყვანთ, დიდი ტრაგედია დატრიალდება წიქორიძეების ოჯახში. ბავშვის საბრალო დედამ ყველაფერი გაყიდა შვილის სიცოცხლის გადასარჩენად და ავადმყოფ ბავშვთან ერთად ახლა ფარეხში ცხოვრობს ქირით. 5 წლის დათი ყოველდღე ხატებთან ლოცულობს. ბავშვი თავის ასაკთან შედარებით მომეტებულად გონიერია. ფონდის კორესპონდენტს მოუყვა თუ როგორ იტანჯება, მაგრამ სთხოვა დედიკოს არ უთხრა, ის ტირილს დაიწყებს. ასეთი ღვთისმიერი ბავშვის გულმა არ უნდა შეწყვიტოს ფეთქვა, არა. სამწუხაროდ დრო ძალიან ცოტა დაგვრჩა. სიცოცხლის სამზომი ჩართულია. დათას ჯანმრთელობის მდგომარეობა უფრო და უფრო მძიმდება. თურქეთის კლინიკამ გითხრა, რომ ერთი ღამე რომ დააწუნა კლინიკაში დათაჯდება $700, რის საშუალება სამომედისთვის არ გვაქვს. ეთილო ადამიანებო, თქვენი უდიდესი იმედი მაქვს და ყველას ძალიან გთხოვთ, თითოეული თეთრიც ძალიან მნიშვნელოვანია. გადარიცხეთ ნებისმიერი თანხა ჩერნოვეცკის ფონდის ოფიციალური საიტის მეშვეობით.